მან დაემუქრა და შეეცადა დაეყოლიებინა. 15 ივნისს ბელარუსის დიქტატორმა უპრეცედენტო განცხადება გააკეთა. ეს არ იყო მუქარა. ეს არ იყო გრანდიოზული განცხადება რუსეთის გამარჯვების გარდაუვალობაზე უკრაინაში. 4 წლის შემდეგ პირველად ლუკაშენკო გამოფხიზლდა და მიხვდა, რომ შესაძლოა, უბრალოდ შესაძლოა, პუტინის ლაქია ყოფნა არც ისე კარგი იყოს ქვეყნისთვის, რომელიც ესაზღვრება 2026 წლის უკრაინას, რომელსაც შეუძლია წამებში გაუშვას რაკეტები და დრონები ბელარუსის მიმართულებით. და ახლა, წლების განმავლობაში მუქარებისა და განცხადებების შემდეგ, ლუკაშენკო აკეთებს იმას, რასაც პუტინი არასდროს ელოდა მისგან. ბოდიშს იხდის და უკანიხევს. Kiev Post-ის ანგარიში, რომელიც ლუკაშენკოს ალ-არაბიასთან მიცემულ ინტერვიუს ეხება, ნათქვამია, რომ ბელარუსის დიქტატორმა სრულიად შეცვალა რიტორიკა და ახლა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობისკენ მოუწოდებს. ლუკაშენკომ ბელარუსის პუტინის ომში ჩათვის პერსპექტივა აბსურდულად შეაფასა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მისი წინაპრები უკრაინაში არიან დაკრძალული და რომ მის ქვეყანაში ბევრს ახლო კავშირები აქვს პუტინის ამბიციების მსხვერპლებთან. ბელარუსული ოჯახები ცხოვრობენ უკრაინაში, ხოლო უკრაინული ოჯახები ცხოვრობენ ბელარუსში, უსში და ჩვენს სამხრეთში. არსებობენ შერეული ოჯახები. ისინი დაქორწინდნენ, გაზარდეს შვილები და ჩვეულებრივი ადამიანები ვიცხოვრობდნენ. საზღვარი არ არსებობდა, თქვა ლუკაშენკომ, როცა პოეტურად იხსენებდა უფრო მშვიდობიან დროს, სანამ პუტინი დათარეშებას დაიწყებდა. გვაქვს შეგრძნება, რომ ვიღაცას ახლახან მწარე სინანული დაეუფლა და უამრავი მიზეზია, რატომაც ლუკაშენკო უკანიხევს. ლუკაშენკოს მტკიცებები იმის შესახებ, რომ უკრაინა და ბელარუსი ოდესღაც ჰარმონიაში ცხოვრობდნენ, სრულიად ეწინააღმდეგება იმ რიტორიკას, რომელსაც მთელი ომის განმავლობაში ავრცელებდა. 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ლუკაშენკო იყო ერთგული ლაქია. ყველა ნაბიჯზე ადიდებდა პუტინს, თავის ქვეყანას რუსებთან აერთიანებდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყველა შესაძლო სახელით მოიხსენიებდა. მათ შორის ერთხელ ნაძირალასაც კი უწოდა. ეხლა უფრო მარტივი დროის მონატრების გარდა ლუკაშენკომ ბოდიშიც კი გაუგზავნა პირდაპირ უკრაინას და მის ლიდერს. თუ ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩი შეურაცხყოფილი იყო, მე ბოდიშს უხდი მას ამ სიტყვებისთვის, თქვა ლუკაშენკომ, რატომღაც უკრაინის პრეზიდენტის მამის სახელი გამოიყენა. მან დაამატა, რომ უკრაინას შეუძლია მშვიდად ივოს, რადგან მისი ქვეყნიდან არანაირი თავდასხმა არ იქნება. ბელარუსის მხრიდან სამხედრო ქმედებები არ უნდა იყოს მოსალოდნელი და მით უმეტეს ჩემგან. მართალია ლუკაშენკომ ამ ბოდიშს ისიც დაუმატა, რომ თავისი განცხადებები მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ უკრაინამ დაემუქრა, საჭიროების შემთხვევაში მასაც გაანადგურებდა. მაგრამ ამ გამართლების მიუხედავადაც კი, ეს ლუკაშენკოს პოზიციის საგრძნობლად შეცვლას ნიშნავს უკრაინის მიმართ. და რომ გავიგოთ, რამდენად საგრძნობია ეს ცვლილება, უნდა გადავხედოთ ომს, სადაც ლუკაშენკო დიდი ხნის განმავლობაში პუტინის მარიონეტად ყოფნით იყო კმაყოფილი. დავიწყოთ 2022 წლის თებერვლიდან. ბელარუსი მაშინ არ ერიდებოდა ომში ჩართვას, როცა პუტინი თავის ძალებს აგროვებდა. ამავდროულად რუსეთი ამტკიცებდა, რომ არ აპირებდა უკრაინაში შეჭრას და არ ამზადებდა ეგრეთ წოდელს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რომელიც რამდენიმე დღეში უკრაინის დაცემას უნდა გამოეწვია. ლუკაშენკო ამ ტყუილებს აღკვა. როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო, რომ პუტინი და მისი ძალები უკრაინას ადვილად გადავლენდნენ. ბელარუსის დიქტატორმა პუტინს არა მხოლოდ მისცა უფლება, რომ თავისი ჯარები ბელარუსის ტერიტორიაზე განეთავსებინა, არამედ ბელარუსი უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ პლაცდარმადაც აქცია. ზამთარში, სანამ პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა, 30,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი ბელარუსში შევიდა წურთნების საბაბით. მაგრამ სინამდვილეში ისინი ემზადებოდნენ იმისთვის, რომ გადაეკვეთათ 1084 კილომეტრიანი საზღვარი ბელარუსსა და უკრაინას შორის. 2022 წლის 24 თებერვალს მათ სწორედ ეს გააკეთეს. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა თავდაპირველად სწრაფი პროგრესი აჩვენა და გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის დაკავებასაც კი მიუახლოვდა პირველ საათებში, როგორც The Guardian-მა 2022 წლის აპრილში დაწერა, უკრაინამ ძლიერი თავდაცვა გაწია. რუსეთი უკან დაახევინეს. მალე დასავლეთის მხარდაჭერის ტალღა წამოვიდა და ქვეყანა, რომელიც თითქოს უნდა გაენადგურებინათ, დაიწყო გარდაქმნა იმ სამხედრო ძალად, რაც დღეს არის. ეს ლუკაშენკოსთვის გაფრთხილება უნდა ყოფილიყო. ოვლის შემძლე რუსეთის მიერ ბევრად პატარა ქვეყნის დაპყრობის წარუმატებლობა, ლუკაშენკოს უნდა მიეხვედრებინა, რომ პუტინის ძალაში მისი ნდობა არასწორი იყო. მაგრამ კაცრი განცხადებები და რუსეთის მხარდაჭერა 4 წელზე მეტხანს გაგრძელდა. ლუკაშენკოს ნამდვილად ბევრი ჰქონდა სათქმელი. მას შემდეგ, რაც ბელარუსულმა ანტისამთავრობო ორგანიზაცია ბიპოლმა 2023 წლის თებერვალში ბელარუსში მდებარე მაშალიჩის ავიაბაზაზე განთავსებული რუსული A-50 EWACS თვითმფრინავი გაანადგურა. ორმა აფეთქებამ პროცესში 350 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული ტექნიკა გაანადგურა. როგორც ჩანს, ლუკაშენკო კიდევ ერთ გაფრთხილებას უგულებელყოფდა. ლუკაშენკო აგრძელებდა პუტინისთვის მხარდაჭერის გაწევას და რუსეთში ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას. ხშირად იმდენად ახლოს უკრაინის საზღვართან, რომ ნათელი იყო, ეს წვრთნები მუქარის ნიშნად ტარდებოდა. 2025 წლის იანვარში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არ ნანობს ბელარუსის რუსეთისთვის შეუსეთისთვის შეჭრის პლაცდარმად გამოყენების ნებართვას და აქამდე მივიდა, რომ პუტინი თავის უფროს ძმად მოიხსენია.
იმ დროს იმ 180 გრადუსიანი შემოbrunების ნიშნები, რაც ახლა ვნახეთ, არ არსებობდა. და თუ რამე, ლუკაშენკომ 2026 წელს კიდევ უფრო გაამკაცრა რიტორიკა. 12 მაისს ლუკაშენკო თითქოს ჭკუიდან შეიშალა, როცა გამოაცხადა, რომ ბელარუსი აპირებდა არჩეული სამხედრო ნაწილების მობილიზაციას, რათა ისინი ომისთვის მოემზადებინა. მან დაამატა შენიშვნა. ღმერთმა ქნას, რომ ამის თავი დანაწილება შესაძლებელი იყოს. მაგრამ ყველა ნიშანი მიუთითებდა იმაზე, რომ ბელარუსის დიქტატორი თავის ქვეყანას ბრძოლისთვის ამზადებდა და მხოლოდ ერთი ქვეყანა იყო, ვისთანაც ბელარუსს ბრძოლა მოუწევდა – უკრაინა. ეს განცხადებები გაკეთდა მას შემდეგ, რაც ჩატარდა ინსპექციები და წვრთნები, რომელშიც 6000 რეზერვისტი და სამხედრო პირი მონაწილეობდა. და თუ წვრთნებზე ვილაპარაკებთ, ბელარუსმა როგორც ჩანს კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა უკრაინის ომში უშუალო ჩართულობისკენ, ვიდრე ოდესმე აქამდე. 21 მაისს ბელარუსის ტყეებში შევიდა სატვირთო მანქანები, რომლებიც კონტინენტთა შორის ბალისტიკურ რაკეტებს ეზიდებოდნენ. ისინი იქ იყვნენ სამხედრო წვრთნების სერიის ფარგლებში, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთთან ერთად ტარდებოდა. ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ორივემ დააკვირდნენ წვრთნებს, რომლებიც იმისთვის ჩატარდა, რომ ბელარუსის ჯარისკაცებს შეეძლოთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის მომზადება და განთავსება, მაშინვე, როგორც კი რუსეთი ბრძანებას გასცემდა. 3 დღის წვრთნების დასრულების შემდეგ ყველაფრიდან ისე ჩანდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ საბოლოოდ ბელარუსის სამხედრო ძალები რუსეთს გადასცა, რათა მათ საკუთარი სურვილისამებრ ემოქმედათ. მაგრამ ახლა აქვთ. იმ წვრთნების დასრულებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში ალექსანდრ ლუკაშენკო ვლადიმირ ზელენსკის ბოდიშს უხდის. ამტკიცებს, რომ მისი განცხადებები თითქოს უკრაინის ლიდერი ნაბიჯვარია და ნაცისტი გაბრაზებულ მდგომარეობაში გააკეთა და უსამართლო იყო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თავისი ქვეყნის საერთო გადარჩენისთვის იბრძვის. ამიტომ უნდა დავსვათ კითხვა. რატომ დაიხია უკან ალექსანდრ ლუკაშენკომ და ბოდიში მოიხადა? შეგვიძლია სხვადასხვა მიზეზზე მიუთითოთ, მაგალითად იმაზე, რომ 20 მაისს გამოცემა უკრაინის ახალი ხმამ გამოავლინა, რომ ბელარუსების 80% ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ მათი ქვეყანა პუტინის ომში მიიღოს მონაწილეობა. ეს ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ცივი წყლის გადასმა იქნებოდა. ადასმა იქნებოდა. როდესაც ალექსანდრ ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინის ბრძანებით აღელდა და აფორიაქდა, მისი ხალხის უმრავლესობა ეუბნებოდა, რომ ისინი კატეგორიულად არ მიიღებდნენ ომისკენ მოწოდებას, რომელსაც ლუკაშენკო როგორც ჩანს ამზადებდა. საკუთარი კანის გადარჩენა და დიქტატურის შენარჩუნება შესაძლოა სწორედ ის მოტივაცია იყო, რაც ალექსანდრ ლუკაშენკოს სჭირდებოდა, რომ ნაწილობრივ მაინც გამოძვრალიყო ვლადიმერ პუტინის გავლენის ქვეშიდან. მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის. თვითგადარჩენის მიღმა არსებობს 3 მიზეზი, რის გამოც ალექსანდრ ლუკაშენკომ სრულიად მოულოდნელი 180 გრადუსიანი შემოbrunება განახორციელა. და ეს 3 მიზეზი ერთად აიძულებს ბელარუსის დიქტატორს მუხლებზე დადგეს და უკრაინას დაუხაროს თავი. თუმცა, სანამ უფრო ღრმად შევალთ თემაში, ერთი მოკლე შენიშვნა გვაქვს. ეს არის სამხედრო შოუ და რასაც ახლა უყურებთ, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვიდეოებს ვქვით. იმის საჩვენებლად თუ როგორ მოძრაობს ძალაუფლება და რა გავლენას ახდენს გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ალექსანდრ ლუკაშენკოს მსგავსი ადამიანები იღებენ. თუ გსურთ ნახოთ, დარწმუნდით, რომ არხზე გამოწერილი ხართ. მაშასე, 3 მიზეზი. პირველი, საერთოდ არ უკავშირდება უკრაინას. ეს ყველაფერი რუსეთთან არის დაკავშირებული. ინტერვიუს დროს ლუკაშენკომ აღიარა, რომ მიუხედავად მისი მკაცრი განცხადებებისა, მან იცის, რომ თუ ბელარუსი ოდესმე პირდაპირ ჩაერთვება უკრაინის ომში, თავდაცვისთვის თითქმის მთლიანად რუსეთზე იქნება დამოკიდებული. ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ მთავარი აღმოჩენა ისაა, რომ ლუკაშენკო კარგად აცნობიერებს, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. ბელარუსი ვერ დაეხდნობა რუსეთს იმდენი დახმარების მისაღებად, რომ საკუთარი ტერიტორია დაიცვას. ლუკაშენკო ამბობს, რომ კონფლიქტში ჩართვა მიუღებელია და ბელარუსს დაუცველს დატოვებს, როგორც თავად აცხადებს, ეს მან პუტინსაც ადრეც უთხრა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინასა და რუსეთს შორის ომი ბელარუსის ტერიტორიაზე გავრცელდეს. ლუკაშენკოს თქმით, მან და პუტინმა ეს საკითხი განიხილეს. ეს ბელარუსის გიჟი დიქტატორის საღი აზრის იშვიათი მომენტია, მაგრამ ეს არ არის აღმოჩენა, რომელიც არსაიდან გაჩნდა. რამდენადაც გიჟურადაც არ უნდა ჩანდეს ლუკაშენკო, ის მაინც საკმარისად ჭკვიანია, რომ დაინახოს ბოლო წლებმა ნათლა დაჩვენა, რამდენად ბევრს ნიშნავს რუსეთის ეგრეთ წოდებული დაცვა, როცა საქმე სერიოზულ დაპირისპირებამდე მიდის. პუტინმა წლები დახარჯა რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად, მოკავშირეებისთვის დაცვის უზრუნველყოფის დაპირებით. მაგრამ ეს ფასადი დაიწყო ნგრევა ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში, როდესაც სირიის დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი და მისი რეჟიმი სწრაფი ამბოხებულთა აჯანყების ფონზე ჩამოიშალა. პუტინმა არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაეცვა ადამიანი, რომელიც მისი ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე უნდა ყოფილიყო და პუტინსაც კი პირად საუბრებში დაეწყო ალ-ასადით უკმაყოფილება, რადგან მან უარი თქვა დათმობებზე მოლაპარაკებებში მის დამხენამდე. გადავიდეთ 2026 წელს და ლუკაშენკო მიხილა, როგორ გაუარესდა მდგომარეობა იმ ლიდერებისთვის, რომლებიც რუსეთთან ალიანსში არიან. ნიკოლას მადურო, რომელიც ვენესუელას ხელმძღვანელობდა და რუსეთთან მჭიდრო კავშირებს ამყარებდა, იანვარში აშშ-ის რეიდის შედეგად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ოპერაცია ეპიკური რისხვის დასაწყისში ირანში, აშშ-ში მოკლა უმაღლესი ლიდერი, ალი ხამენეი. ორივე შემთხვევაში ამ ლიდერებმა დიდი თანხები დახარჯეს რუსულ იარაღზე და ენდობოდნენ, რომ პუტინი მათ დასაცავად გამოვიდოდა, თუ ოდესმე საფრთხე დაემუქრებოდათ. მაგრამ ზუსტად ისე როგორც ალ-ასადის შემთხვევაში ვიხილეთ, რუსეთმა მხოლოდ სუსტი დაგმობით შემოიფარგლა, მაშინ როცა მისი მთელი მოჩვენებითი მხარდაჭერა დაინგრა.
თუნდაც აპრილში ლუკაშენკო იხილავდა როგორ გაიყვანა რუსეთმა თავისი აფრიკის კორპუსი მალიში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტიდან, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად უმნიშვნელოა პუტინის დაცვის დაპირებები, როცა საქმე რეალურ გამოცდაზე მიდგება. თუნდაც ლუკაშენკოსნაირი ადამიანიც კი ვერ უგულებელყოფს ამ აშკარა გზავნილს, მაშინაც კი როცა მას აქვს უპირატესობა, რომ მართავს ქვეყანას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთთან. თუ ბელარუსი უკრაინასთან ბრძოლას დაიწყებს, რუსეთი იქ არ იქნება, რომ დაეხმაროს. და ლუკაშენკო ამას კარგად იცის. აი ამიტომ ამბობს, რომ ბელარუსი დაუცველია. მან ნახა, როგორ დაეცა მთელი რეჟიმები, როცა პუტინმა არაფერი გააკეთა და წლებია უყურებს, როგორ ვერ ახერხებენ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინული დრონებისა და რაკეტების შეჩერებას, რომლებიც რუსულ ტერიტორიაზე სამიზნეებს უხთხამენ. ზედმეტად დაპირება და შემდეგ დაცვის დაპირების ვერშების ვერ შესრულება რუსული გზა. პუტინის სანდოობა მისივე ქმედებებმა მთლიანად გაანადგურა. ქვეყნები, რომლებიც შეიძლება რუსეთის გავლენის ქვეშ ექცეოდნენ, როგორიცაა ნიკარაგუა, კუბა და ბევრი პატარა აფრიკული ქვეყანა, რომლებმაც მალიში მომხდარი ნახეს, ახლა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, რამდენად გონივრულია რუსეთის ნდობა. რადგან ნათელი გახდა, რომ პუტინი ყოველთვის საკუთარ თავზე ზრუნავს. ლუკაშენკო ალბათ იმავე კითხვებს სვამს საკუთარ თავს, რასაც ეს ქვეყნები სვამენ. და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის უკვე ძალიან გვიანაა, უბრალოდ თავი აარიდოს თავისი კვერცხების რუსეთის კალათაში ჩაკრას, ახლა ცდილობს ფრთხილად ამოიღოს ეს კვერცხები, რადგან იცის, რომ ბრძოლაში ბელარუსის მხარდასაჭერად რუსეთს ვერ ენდობა, ვერავინ ენდობა. მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ იმ კომენტარს ბელარუსის მოწყვლადობაზე. ეს მტკიცება უფრო მეტ სამხელს, ვიდრე შეიძლება იფიქროთ, რადგან ის მხოლოდ იმას არ გულისხმობს, რამდენად ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი შეძლებს ბელარუსის დაცვას. ეს ასევე გვაჩვენებს მეორე მიზეზს, რატომაც ლუკაშენკო ბოდიშებს იხდის და ცდილობს მთელი ომის განმავლობაში ნათქვამი ბაქიბუქისგან უკან დაიხიოს. ბელარუსის დიქტატორი იცის, რომ უკრაინას შეუძლია მისი ტერიტორია სურვილისამებ დაარტყას და მას ამის შეჩერება არაფრით შეუძლია. ამიტომ ისინი უთხრამენ სამიზნეებს, მაგრამ ფრონტს არ ესხმიან თავს. უკრაინელები ურტყამენ მშვიდობიან მოსახლეობას, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებსა და ფაბრიკებს. ისინი დრონებით მთელი რუსეთის მასშტაბით ურალებამდე ახორციელებენ დარტყმებს. აი ესეთი ომი გვაქვს ახლა, განაცხადა ლუკაშენკომ თავის ინტერვიუში. დავბრუნდეთ ცოტა უკან, სანამ გავარკვევთ, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. მშვიდობიანი მოსახლეობა, ლუკაშენკო. თუ ვინმე ამას აკეთებს, ეს რუსეთია და შენ ეს იცი. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიხედვით, 16126 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა დადასტურებულია რუსეთის თავდასხმების შედეგად. კიდევ 46590 დაშავებულია 31 მაისის მდგომარეობით. 15 ივნის, იმავე დღეს, როდესაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ბოდიში მოიხადა, რუსეთის თავდასხმამ 11 ადამიანი იმსხვერპლა. ეს რუსეთია, რომელიც სამოქალაქო პირებს ესხმის თავს, არა უკრაინა. თუმცა ლუკაშენკოს გზავნილის არსი ისაა, რომ უკრაინამ შეიძინა შესაძლებლობა, რომლის არსებობასაც ვლადიმირ პუტინი ალბათ არწმუნებდა, რომ არასდროს იქნებოდა. ღრმა დარტყმები უკრაინის მთავარი სტრატეგია. განსაკუთრებით 2026 წელს და ბელარუსი, დიქტატორი აკვირდება როგორ იწვის რიწვის სამიზნე ერთის შემდეგ მეორეზე რუსეთში. ციფრები ყველაფერს ამბობენ. მაისში უკრაინამ 2026 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ღრმა დარტყმები განახორციელა. დრონებისა და რაკეტების გამოყენებით რუსეთში 18 ნავთობისა და გაზის ობიექტს და კიდევ მრავალ სხვა სამიზნეს შეუტია. ჟურნალ The Economist-ის მიხედვით, თუ უკრაინა 2026 წლის განმავლობაში ამავე ტემპს შეინარჩუნებს, წლის ბოლომდე რუსულ ტერიტორიაზე 800 დარტყმას მიაღწევს. როცა ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსი დაუცველია, ის გულისხმობს, რომ ქვეყანას არ შეუძლია უკრაინის საჰაერო იერიშების შეჩერება და ეს იერიშები სწრაფად და ინტენსიურად განხორციელდება. ბელარუსს უკრაინასთან საზღვარი აქვს, რაც მას ძალიან ადვილ სამიზნედ აქცევს. და მხოლოდ 207.585 კვადრატული კილომეტრით ბელარუსი ბევრად უფრო პატარა სამიზნეა ვიდრე რუსეთი. მისი ყველა ღირებული ტექნიკა და სამრეწველო ობიექტი თავმოყრილია ერთ ადგილზე და არაგანაწილებული უზარმაზარ ქვეყანაში, როგორც ეს რუსეთშია. თუ უკრაინა გადაწყვეტს დარტყმას, სამიზნეების მხრივ მას არჩევანის სიუხვე ექნება და ბელარუსი უბრალოდ ვერ შეძლებს ამ შეტევის შეჩერებას. ბელარუსი სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მოწყვლადია, რადგან ბელარუსი უკრაინის სამხედრო ძალების წინაშე ისეა გახსნილი, როგორც ღია ხელის გულზე. ჩვენ სრულად გვესმის, რომ ჩვენი ძირითადი სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა, სამრეწველო და ლოგისტიკური ობიექტები თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდება, განაცხადა ლუკაშენკომ, და ის აბსოლუტურად მართალია. უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით ბელარუსის შესაძლებლობები კარგად ესმის და ლუკაშენკოს მთელი მისი მკაცრი განცხადებების შესრულებით არაფერი აქვს მოსაპოვებელი. ამიტომ ის საპირისპირო გზას ირჩევს. მუხლმოდრეკილი ითხოვს პატიებას იმ იმედით, რომ არასდროს მოუწევს ნახოს უკრაინული დრონები, რომლებიც შეიჭრებიან იმ ქვეყნის ენერგოობიექტებში, რომელიც წელიწადში დაახლოებით $2 მილიარდ გამოიმუშავებს ნავთობპროდუქტების გაყიდვით ან რუსეთის ნავთობის და გაზის გატიბებში შუამავლობით. და ასე მივედით ბოლო მიზეზამდე, თუ რატო შეცვალა ლუკაშენკომ ასე რადიკალურად თავისი პოზიცია. და ისევ, ეს მინიშნებულია ერთ-ერთ ციტატაში, რომელიც გაგიზიარეთ. ლუკაშენკო აცნობიერებს, რომ ბელარუსი დაუცველია უკრაინის სამხედრო ძალების მიმართ საჰაერო ბრძოლაში. მაგრამ ეს დაუცველობა ვრცელდება ბელარუსის სამხედრო ძალების ყველა ასპექტზე.
სინამდვილეში ისეთი პატარა ქვეყანა როგორიც ბელარუსია უბრალოდ ვერ შეედრება უკრაინის ძალას, რაც კიდევ უფრო რთულდება იმ რუსული დაცვის დილემით, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. მოდით ციფრებს გადავხედოთ. 20 მაისს, მას შემდეგ რაც ლუკაშენკომ მობილიზაციის შესახებ მუქარები გააკეთა, უკრაინის ახალმა ხმამ გამოაქვეყნა კომენტარები, რომლებიც უკრაინის პარლამენტის წევრმა რომან ბეზმიაცნიმ გააკეთა. მან განაცხადა, რომ ბელარუსს ხავს დაახლოებით 46,000 ჯარისკაცისგან შემდგარი სავალდებულო სამხედრო სამსახურის არმია, მაგრამ მას აქვს უზარმაზარი დეფიციტი საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის, განსაკუთრებით ჯავშან ტექნიკის მიმართულებით, რით რათა ამ არმიას მხარი დაუჭიროს. ბეზმიაცნიმ თქვა, რომ რუსეთმა ბელარუსის მარაგების უმეტესობა წაიღო, რაც ფაქტობრივად ბელარუსს თავდაუცველს ტოვებს. თუნდაც არმიას ქონოდა მარაგები, უკრაინა იმ მდგომარეობაშია, რომ თვეში 30,000-ზე მეტ დანაკარგს აყენებს რუსეთის არმიას. ეს ნიშნავს, რომ ბელარუსის სამხედრო ძალების 2/3 ერთ თვეში განადგურდება, ხოლო დანარჩენები ვერც მომდევნო თვის ბოლომდე გაძლებენ. სამხედრო თვალსაზრისით ბელარუსს აბსოლუტ არაფერი აქვს, რითაც უკრაინას დაუპირისპირდება. გარდა იმისა, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი განათავსოს მის ტერიტორიაზე. Global Firepower-ის მიხედვით, უკრაინას ხავს 900,000 მოქმედი სამხედრო და 4 მილიონი რეზერვისტი. უკრაინა თავის თავდაცვაზე წელიწადში 45 მილიარდ დოლარს ხარჯავს, რაც ასევე ბელარუსზე 45-ჯერ მეტია. უკრაინას 2-ჯერ მეტი თვითმფრინავი ჰყავს და გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს მათ მართვაში, ასევე 2-ჯერ მეტი ტანკი და თითქმის 40,000-ით მეტი ჯავშანმანქანა. შემდეგ მოდის დრონები. მილიონობით FPV დრონი, 10,000-ობით გრძელდისტანციური და საშუალო დისტანციის დარტყმის დრონი. ეს ლითონის არმია სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც ბელარუსი თავის ისტორიაში ოდესმე შეხვედრია და ის წამებში დაასრულებს ნებისმიერ ბრძოლას, რომელსაც ლუკაშენკო ცდილობს დაიწყოს. აიღეთ ეს სამი საკითხი და მიხვდებით, რატომ იხებს უკან და უკრაინას ემორჩილება პუტინის ერთ-ერთი საყვარელი მარიონეტი. ომი პრაქტიკულად ჩვენს ეზოში მიმდინარეობს. ჩვენ ეს ომი არ გვინდა, რადგან შეიძლება ისეთივე ტანჯვა გამოვიაროთ, როგორცაც უკრაინელები და რუსები განიცდიან, თქვა ლუკაშენკომ, როცა მისი ინტერვიუ დასასრულს მივახლოვდა. მან დაამატა. და მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს და მხარეებმა მშვიდობის შეთანხმებებს მიაღწიო. მაგრამ ყოველთვის ასე არ გჯეროდა, ხომ ასეა ლუკაშენკო? რომ გჯეროდეს ასე დიდხანს და ასე პირდაპირ არ დაუჯერდი მხარს პუტინს. მაგრამ ეხლა როგორც ჩანს, ლუკაშენკომ საბოლოოდ გააცნობიერა, რომ ის უბრალო პატარა თევზია, რომელიც ცდილობს უკრაინელ ტიტანთან დაპირისპირებას. ბრძოლა უიმედო იქნებოდა. ბელარუსი რუკიდან გაქრებოდა. ან, რადგან მოსახლეობის 80% არ უჭერს მხარს ომში მონაწილეობას, ისინი უბრალოდ უარს იტყოდნენ ბრძოლაზე. ლუკაშენკო შეიძლება უკან იხევს, რადგან შეშინებულია. თუმცა, ეს მაინც რაღაცაა და სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. პუტინის მარიონეტმა ახლახან ერთი ძაფი გაჭრა. შეიძლება მომავალ თვეებში კიდევ სხვებიც გახუნენ. რასაც აქ ხედავთ, გონების გამოფხიზლების მომენტია სიგიჟის თვეების შემდეგ. რამდენიმე კვირის წინ კი ჩანდა, რომ უკრაინას ბელარუსთან ომისთვის ამზადებდნენ, რადგან ლუკაშენკო მობილიზაციის შესახებ განცხადებები გააკეთა. ჩვენ გავაანალიზეთ ეს კომენტარები და მათი შესაძლო მნიშვნელობა იმ დროს, ასე რომ ნახეთ ჩვენი ვიდეო მეტი ინფორმაციისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი კომენტარები. უკრაინის ომში ბოლო მოვლენებზე და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.